და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ბოლო დროს ტელევიზიითაც თუ არ ვწდები გაჟღერდა ესეთი აზრი თუ არ ვიცი პოსტი დადო ვიღაცა ნუ ყოველ შემთხვევაში ეს აზრი მუსირებს საზოგადოებაში რომ თუ ოჯახს უჭირს არ აქვს სახლი არ აქვს კარი ვის იმედა ჩვენს იმედად აჩენს საზოგადოების იმედად აჩენს ამდენ ბავშვს რატო ყავს 8-9 ჯერ ეს ერთი მე არ ვფიქრობ რომ ვინმე საერთოდ გვაქვს უფლება ეს ერთმანეთს დაუგეგმოთ ცხოვრება და გამაში გამოდის რომ უნდა დაიყოს ესე იგი დიდრებს აქვთ უფლება ბევრი ბავშვის სკოლის და ღარიბებს არ აქვთ თან ახლა ჩვენ საქართველოს მოქალაქენი ვართ ყველანი და ვიცით რამდენად დროებითია შეჭირვებას და დალხენილი ცხოვრებაც ეს მონაცვლეობა არის ამისი მუდმივი და ხა მაგაზე გათვალო შენ და ამით თან იმედი მოუშალო ადამიანს რომ აი უკეთესი მომავალი არ ექნება ან ბევრი რაღაც დახმარებებიც არის მრავალშვილიანი არის მაგრამ მაგის იმედად დამერწმუნეთ არა მხოლოდ მაგის იმედად არ გამა ყველაფერი ერთად აუცილებლად შეგაძლებინებს ანუ ამაზე თქვენ გეთახმებით თქვენ მაგრამ ხო რაღაც კი არის მაგრამ ხა მრავალშვილიანი ოჯახი მე არ მეგულება და თან ხა მე მართლა არ ვთვლი თავს ესე ძალიან მათ რა ქვია დიდ და მრავალშვილიან ოჯახად ვფიქრობ რომ აი ზუსტად ისინი არიან გმირები რომლებიც არ უშინდებიან ამ მატერიალურ გაჭირვებას და იმ საკითხში უდგანან ჩვენ ქვეყანას გვერდით რაც არის ჩვენი რეალურად ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი არის დემოგრაფიული კატასტროფა რომელიც რეალურად გვემუქრება და რატომღაც საერთოდ ყველა თემის მიღმა რჩება უყურადღებოდ და ამაზე აქცენტირება არ კეთდება მე ვარ ორგანიზაციის წევრი გენი ქართული რომლის მიზანიც არის მრავალშვილიანობის პოპულარიზაცია და ჩვენ ბევრი გამოკითხვაც გვაქვს ჩატარებული და მივხვდით რომ პრობლემა არის ცნობიერების პრობლემა და არა მატერიალური გაჭირვების ჩვენში უნდა მოხდეს გარდატეხა რომ ჩვენს ქვეყანას რაღაცა სჭირდება და ჩვენ უნდა დაუდგეთ ან მუდმივად მოთხოვნის როლში არ უნდა ვიყოთ არც ერთშვილიანი არც მრავალშვილიანი ჩვენ რაღაცა უნდა მივცეთ ჩვენ ქვეყანას და მე ვფიქრობ რომ ეხა იმ მომენტში, როდესაც ასე უჭირს ქვეყანას და ეს არის რომ დიდი პრობლემა ეს მართლა დიდი პრობლემა არ უნდა გვეშინოდეს აი დროებითი შეჭირვების და მინდა დავასახელო გამახსენდა ესეთი უნდა გააჩინოს თუ არა ბავშვი მერვე შვილი დედამ რომელიც სიფილისტით არის დაავადებული ორი შვილი ყრუყავს ორი შვილი ბრმა რაღაცა მეუღლესაც რაღაც ჭირს და კითხვა არის უნდა გააჩინოს თუ არა ასეთმა დედამ მერვე შვილი ნუ თუ პასუხი იქნება არა მაშინ თქვენ უარი თქვით ბეთჰოვენს ეხლა ბეთჰოვენს რო თავი დავანებოთ ქართველებშიც აი დავასახელებ ბუმბერას ადამიანებს სახელებს რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახებიდან ჩვენ მათზე ვიდეო რგოლებს ვაკეთებთ რომ ხალხმა დაინახოს რომ თუ ჩვენ ვამბობთ რომელიმე შვილზე უარს ჩვენ შეიძლება უარს ვამბობთ ან იაკობ გოგებაშვილზე ან მომავალ ვაჟა-ფშაველზე ან ელია ჭავჭავაძე ივანე ჯავახიშვილზე ვანო სარაჯიშვილი ზაქარია ფალიშვილი ეს არის უამრავი მეტი ქართველი მეტი მრავალშვილიანი ოჯახი მე ასე